მოგესალმებით. ეთერშია საინფორმაციო პროგრამა ფაქტი. სტუდიაში თქვენთვის გიორგი დოლიძე იმუშავებს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რამაზ ნიკოლაიშვილი სასპორტო სკოლის მოსწავლე ახალგაზრდებსა და პედაგოგებს შეხვდა. მართველი პარტიის დეპუტატობის კანდიდატმა სპორტსმენებს აღნიშნული დარგის პერსპექტივაზე ესაუბრა და თავისი ხედვები გააცნო. რამაზ ნიკოლაიშვილმა შეხვედრისას სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარებასა და ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. კანდიდატმა ახალგაზრდებს მხარდაჭერა აღუთქვა, რომ საკანონმდებლო ორგანოში მისვლის შემდეგ აქტიურად იმუშავებს იმისთვის, რომ ოზურგეთში სპორტის სახეობების განვითარებისთვის ბიუჯეტში თანხები გამოიყოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გურიაში და ზოგადად ოზურგეთში გაეზარდოს ჯანმრთელი თაობა. ამისთვის საჭირო არის სპორტული დარბაზები და მოედნები, რომელზეც ადამიანებმა უნდა ეს უნარჩვევები გაიგოს. ეს დარბაზი აქ სამწუხაროდ ცუდ მდგომარეობაში იყო და დამაინტერესა რომ შეიძლება ვნახე რა მდგომარეობაში იყო ეს მოედანი. კმაყოფილი ვარ, იმიტომ თუ ეს ყველაფერი დროულად დასრულდა, როგორც გაწერილია გეგმაში, თქვათ გამგეობას თუ შესაბამის ორგანოებს ამოსაშენებენ, შესაძლებელი იქნება რომ ადამიანებმა, ბავშვებმა ამ შემთხვევაში ისეთ ჯანმრთელი თაობა როგორც იზრდებოდა ოზურგეთში კიდევ უფრო გაიზარდოს. ოზურგეთის სასპორტო სკოლაში, რომელიც სრულად ამორტიზებული იყო, ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. შენობის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები აგვისტოს თვეში დაიწყო და ოქტომბრის დასაწყისში დასრულდება. აღნიშნულ სამუშაოებზე 30 ადგილობრივი კადრია დასაქმებული. მოსახლეობასთან შეხვედრების ციკლს აგრძელებს კოალიცია ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზვიად კვაჭანტირაძე. ამჯერად შეხვედრა სოფელ გაღმათბობზოს მოსახლეობასთან გაიმართა. საარჩევნო პროგრამის უკვე ცნობილი პრიორიტეტები: ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა და დასაქმება. ეს იყო ის ძირითადი საკითხები, რომელთა შესახებაც ზვიად კვაჭანტირაძე გაღმათ ვაბზუელებს ესაუბრა. კვაჭანტირაძემ პედაგოგებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ გამარჯვების შემთხვევაში საგანმანათლებლო სფერო ქართული ოცნებისთვის პრიორიტეტული იქნება. პედაგოგის სახელს დამდვილად დაუბრუნებთ ღირსებას. ასეთ პედაგოგებს მივესალმებით, ვიცით, რომ ასეთი ძალიან ბევრია და ჩვენი თავი მათ შემოივლოთ. ჩვენ მათი გჯერა გვწამს და ვიცით, რომ ბოლომდე ჩვენს გვერდით დადგებიან. ქართული ოცნების წარმომადგენელმა საკრებულოს წევრმა თემურ სალუქვაძემ თეატრის წინ ახლად აშენებულ სკვერში გურიის აღორძინების ფონდთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. თემურ სალუქვაძის განცხადებით პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ფონდის შექმნა, რომელიც გურიის განვითარების საკითხებზე იმუშავებდა, მორიგი ტყუილია. მისი თქმით, ყველა მცდელობა მოეპოვებინა შესაბამისი ინფორმაცია ფონდის სამართლებრივი სადამფუძნებლო დოკუმენტაციის შესახებ უშედეგო აღმოჩნდა. წერილები, რომლებიც სალუქვაძემ გურიის გუბერნატორისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის სახელზე გაგზავნა, უპასუხოდ დარჩა. 2012 წლის გურიის აღორძინების წლად გამოცხადება მხოლოდ თეატრალურ მოედანზე ძველი სახლის ფასადური შერემონტებით შემოიფარგლება, აღნიშნა სალუქვაძემ. მე ვთვლი, რომ ეს იყო მორიგი ტყვილი, იმიტომ რომ ჩვენ ვერ მოვიპოვებთ ვერავითარი მასალა. არც არავინ არ მიგვანიშნა, სადაც შეიძლებოდა ჩვენ მოგვეპოვებია ეს დოკუმენტაცია, რომელიც დაასაბუთებდა იმას, რომ არსებობს ასეთი ფონდი და რომ ეს 2012 წელი მართლაც რეალურად შეიძლება ჩაითვალოს აღორძინების წლად. ამას თუ ჩვენ აღორძინებას უძახით, სადაც ახლა ჩვენ ვდგან ვართ, ამას ცოტნე დადიანის ის რა ქვია სკვერი ალბათ უფრო შეეფერებოდა. საერთაშორისო ასოციაციის კივიტას გეორგიკას პროექტის ფარგლებში პოლონეთის საერთაშორისო დახმარების ცენტრის მხარდაჭერით გურიის სამივე მუნიციპალიტეტს სამედიცინო დახმარების ტექნიკა გადაეცადა. საერთაშორისო ასოციაციამ კივიტას გეორგიკამ პროექტის ფარგლებში ხელშეკრულება გურიის მხარის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან გააფორმა, რის საფუძველზეც სამივე მუნიციპალიტეტს სამედიცინო დახმარებისთვის აუცილებელი ტექნიკა, მანუალური დეფიბრილატორი, ლარინგოსკოპი, ორთოპედიული დაფა და თვითგაფართოებადი პაკეტები კომპლექტებთან ერთად გადაეცათ. ეს დახმარება ნამდვილად აუცილებელი იყო, იმიტომ რომ ეს ტექნიკა, რაც ახლა გადმოგვეცემა, არ ქონდა და აუცილებელი კი არის სასწრაფო დახმარებისთვის და საერთოდ გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის. აი ეს საჩუქრები რაც ჩამოიტანეთ, ყოველთვის ხელმიუწვდომელი იყო რეგიონების სასწრაფო დახმარებისათვის. ეხლა ჩვენს სიხარულს საზღვარი არ აქვს, იმიტომ რომ ყველაფერი ეს ფაქტიურად მთლიანი აღჭურვილობა იქნება ჩვენს სასწრაფო დახმარებას.
ტექნიკის და აღჭურვილობის გადაცემის მიზანი არა მხოლოდ გურიის რეგიონის, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით სამაშველო სამსახურების мушаობის эффектურობის ამაღლება გახდათ. Приоритет для нашего МИДа тоже является приоритетным помочь тем регионам Грузии, которые являются в той сфере здоровья и чрезвычайных ситуаций очень опасны, да, очень где эта помощь самая нужная. То есть мы не работаем в целой Грузии, а работаем в Самской Джавахете и в Гурии. პროექტი ექიმებისთვის ადგილზე აღნიშნულ ტექნიკასთან ტრენინგის გავლასაც ითვალისწინებს. მათთან პოლონელები ერთი კვირის განმავლობაში იმუშავებენ. დღეს ერთკვირიანი ტრენინგი აქვს ძალიან ინტერაქტიული. ვარჯიშობენ აი სპეციალურ ტრენაჟორზეც ამ აპარატურითაც, რომ პრაქტიკაში შეძლონ ამის გამოყენება. ჩვენ ასევე ჩვენი სტრატეგიიდან გამომდინარე ვცდილობთ, რომ ეს იყოს არაერთჯერადი აქციები, არამედ ამას კონდეს რაღაც მიზანმიმართული სახე. პოლონეთის საერთაშორისო დახმარების ცენტრი და საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკა მსგავსი ტიპის აქტივობებს საქართველოს რეგიონების მასშტაბით კვლავაც განაგრძობს. გამოშვების დასასრულს ტრადიციულად ამინდის პროგნოზ გურიის რეგიონში ნათია მუქერია გაგვაცნობს. მოგესალმებით ზამთრის ბაღიდან და ტრადიციულად ხვალინდელი დღის ამინდის პროგნოზს გაგაცნობთ. ჰაერის ტემპერატურა რეგიონის მასშტაბით კვირის ბოლომდე 18-დან 31 გრადუსამდე იიმერყევებს. ტემპერატურასთან დაკავშირებული ცვლილებების გამო სინოპტიკოსები მზიან ამინდებს კვირდებიან. ხვალისთვის ოზურგეთში იქნება მზიანი დღე, დღის განმავლობაში კი ტემპერატურა დაფიქსირდება 16-28 გრადუსი, იქროლებს სხვადასხვა მიმართულების ქარი. ლანჩხუთში ასევე იქნება მზიანი დღე, ტემპერატურა კი მოიმატებს 31 გრადუსამდე, ხოლო მინიმალური დაფიქსირდება 20 გრადუსი, იქროლებს ჩრდილოეთიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი ჰაერის მასა. ჩოხატაურში ასევე ველოდოთ მზიან ამინდს, დღის განმავლობაში კი ტემპერატურა დაფიქსირდება 19-29 გრადუსი, იქროლებს ასევე სხვადასხვა მიმართულების ქარი. დღეისთვის მე ამით გემშვიდობებით, გმადლობთ რომ ჩვენთან ხართ და გვიყურებთ. ამინდის პროგნოზი ნათია მუქერიამ გაგაცნოთ. ეს გახლავთ ჩემხელდარსებული ბოლო ინფორმაცია. მე ხვალამდე გემშვიდობებით. კარგად ბრძანდებოდეთ.